გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. საელჩოების მხრიდან მოველი პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მოხდა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. 2 დღის წინ ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩების წარმომადგენლები ესტუმნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს NGO-თა გაერთიანებას ადამიანის უფლებათა სახლს, რომელიც პროკურატურის გამოძიების თანახმად ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც ამავე დროს შემდგომი ძალადობისთვის კარტ-ბლანშის მიცემა და მისი წახალისება, წერს შალვა პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ქართულ ოცნებას სჭირდება, მაშინ მიმართავენ საელჩოებს და მაშინ ითხოვენ პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ მაგალითად საელჩოების მხრიდან დემონსტრანტების ცემაზე, როდესაც გაჟღერდა პოზიცია და პირობითად ჟურნალისტურ წრეებზე თავდასხმაზე მიმდინარეობს მუდმივად აპელირება, რომ გამოიძიონ, ამ დროს შალვა პაპუაშვილის განცხადება მე არ მინახავს და როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ბევრად უფრო მეტი მოგეთხოვება. იმ საელჩოებს, რომელსაც ისინი მიმართავენ, ისინი ლეგიტიმურ ხელისუფლებად საერთოდ აღიარებული არ ყავთ. ეს არის მათი მთავარი პრობლემა და ხა არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ ნაკლები მოთხოვნაც და შესაბამისი სოლიდარობაც არის ჩემი აზრით. ელჩებთან მიმართებით ეს თავდასხმების სერია ახლა არ დაწყებულა, როგორც იცით და დიდი ხანია ესე ვთქვათ პროპაგანდა მიმდინარეობს და თავდასხმები მიმდინარეობს ოცნების მხრიდან. ყველა ასეთ შემთხვევაზე თუ არის შემთხვევაზე მაგალითად რომ საქართველოს ომში ჩართვა სდომებია ვინმეს, ყველა ჯერზე ჩვენი პასუხი იქნება შემდეგი. თუ კი კონკრეტულ დანაშაულს აქვს ადგილი, კი არ უნდა ჭორაობდნენ, როგორც პაპუაშვილს ჩვევია ხოლმე, არამედ უნდა გამოვიდნენ, გამოიძიონ, მტკიცებულებები დადონ და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისცენ ყველა ის ადამიანი, ვინც ან დანაშაული ჩაიდინა, ან დანაშაულს ამზადებდა. როდესაც პიროტექნიკას იყენებ კონკრეტული შეტევისათვის, შენობის და მით უმეტეს ადამიანის დასაზიანებლად, ამას ვერანაირად ფეერვერკს ვერ დავარქმევთ. ფეერვერკია უსამართლობისა, რომელსაც ჩადის მაგალითად კონკრეტული ქვეყნის ელჩების ჯგუფი. ორმაგი სტანდარტის ფეერვერკს ვადევნებთ თვალყურს და არც იმას მოველი რომ ვინმე დაგმობს. ამას მით უმეტეს არაერთი შეფასებით ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც შიდა ტერორიზმი, როგორც ტერორისტული აქტი, ან ტერორისტულ აქტთან დამიახლოებული ფაქტი. სრულ მოლოდინს ნუ შევიქნეთ, არანაირი დაგმობა არ მოხდება, იმიტომ რომ ხდება ამ რადიკალური დაჯგუფებების წახალისება კონკრეტული საელჩოების მხრიდან, კონკრეტული ელჩების მხრიდან და ის, რასაც ხედავდით ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში, თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში, საპარლამენტო შენობაზე თავდასხმა, ეს რა თქმა უნდა არის ამ ადამიანების წახალისებული და გარედან დაფინანსებული.